საღამო მშვიდობის სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი და მე ეკაერაძე წარმოგიდგენთ გადაცემას აქტუალური ინტერვიუ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ნარჩენების მართვის შესახებ იქნება. ასევე აქ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე და თანამედროვე მიდგომებზე, რომლის წინაშეც არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტი, არამედ მთლიანად ქვეყანა დგას. უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს იმის სამოქმედო გეგმა, რომლის მეშვეობითაც შემდეგ წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში დარეგულირდება ნარჩენების მართვის საკითხი. ეს იქნება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და მართვა. უფრო დეტალურად ამ თემის შესახებ ჩვენ სტუდიაში ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები, ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი გია დემურაშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გილანი ჯაფარიძე. ურმესი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისათვის. მოდით დავიწყოთ, საიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ მუნიციპალიტეტს და არასამთავრობო ორგანიზაციას ერთად ერთობლივი პროექტი შეგემუშავებინათ, რომლის მიხედვითაც აღნიშნული საკითხი და პრობლემა მოგვარდება, როგორც ვიცი, ბოლნისში და მეზობელ ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად იჯევანის მუნიციპალიტეტში. ამომწურავ ინფორმაციას ველოდებით ბატონ გია დემურაშვილისგან. მოგესალმებით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სულ 10 პროექტი, ქართულ-სომხური პროექტებია, სულ ყველა. სხვათა შორის ბოლნისიდან არის 3 პროექტი წარმოდგენილი, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა ბოლნისისათვის. ერთ-ერთი არის ეს პროექტი. იჯევანის მუნიციპალიტეტი არის ლიდერი ორგანიზაცია ამ პროექტში, მან შესთავაზა ბოლნისის მუნიციპალიტეტს პარტნიორობა. იქამდე ამას წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, როცა სხვადასხვა ორგანიზაციები, ამ ორივე მხარედან ერთმანეთს ხვდებოდნენ და რაღაცა ეძებდნენ პარტნიორებს სამომავლო ურთიერთობებისთვის. შემდეგ უკვე როცა გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შემოგთავაზა ჩვენ, რომ ყოფილიყავით ქართული მხრიდან პარტნიორები. და საბოლოო ჯამში შედგა კონსორციუმი 6 ორგანიზაციის შემადგენლობით. ჩვენი მხრიდან, როგორც მოგახსენეთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტია და ჩვენი ორგანიზაცია, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი. სომხური მხარედან არის იჯევანის მუნიციპალიტეტი, 2 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ურბანული განვითარების ფონდი ურბანი ერევნიდან, რომელიც უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ამ პროექტს. პროექტი დაიწყო შარშან ოქტომბერში და გრძელდება 2017 წლის 1 მარტამდე. პროექტის ძირითად მიზანზე და შედეგებზე უფრო სულად კიდევ დაგიბრუნდებით, თუმცა მოდით ბატონი გიგისგან გავიგოთ, თუ რა არის, როგორია მუნიციპალიტეტის როლი ამ მხრივ. ძირითადი მოგესალმებით. მუნიციპალიტეტის ძირითადი მიზანი არის, რა თქმა უნდა, განვითარდეს ამ კუთხით და მოხდეს ამ ურნების, რა თქმა უნდა, დადგმა, მოხდეს გამოყოფა მყარი ნარჩენებისგან პოლიეთილენისა და პლასტიკის. და პირველ რიგში, რაც მისასალმებელი არის, მოხდა ამ პროექტის ფარგლებში გეგმის დასახვა, დაიწერა გეგმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის გეგმა. და რას გულისხმობს ეს მუნიციპალური მართვის გეგმა, რომელიც განხორციელდება და დაინერგება ჩვენს მუნიციპალიტეტში? ეს გულისხმობს 2017 წლიდან 2022 წლამდე
როგორ მოიცვას მყარი ნარჩენების მართვა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მის შემოვალ ყველა ოლქში, ტერიტორიაზე ალბათია. და აი მოწესრიგდება თუ არა ამ მხრივ გარემო დაბინძურების საკითხები, პრობლემები, უფრო აი რა შედეგს მოგვიტანს ყოველივე ეს, რაც გათვალისწინებულია ამ მუნიციპალური პროგრამით, ამ სამომავლო გეგმით, სამოქმედო გეგმით. ტანოგია. რამდენად მოწესრიგდება ქალაქში ინფრასტრუქტურა, თუნდაც გარემოს დაცვაზე, მე იმოქმედებს რა როლი ექნება შემდგომ ამ პროექტის განხორციელების. პირველ ეტაპზე დაიდგმება 30 კონტეინერი, ძირითადად ეს იქნება ბოლნისი, რამდენიმე კონტეინერი დაიდგმება რაჭის-უბანში და რამდენიმე რატევანში და ეს იქნება პირველი ეტაპი, რასაკვირველია ეს გარკვეულწილად მოაწესრიგებს ამ ნარჩენების მართვის საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ ამ პლასტიკური ბოთლები, პლასმასი, პოლიეთილენი ძალიან ძნელად ბუნებრივ პირობებში იხსნება და 200-300 წლიდან ზემოთ 500-600-700 წელი სჭირდება ზოგიერთ სახეობებს. ამიტომ ითვლება, რომ ერთ-ერთი ძლიერი დამაბინძურებელია გარემოსი და აქამდე ეს ყველაფერი ხდებოდა ან ნაგავსაყრელზე, ან ისე ეყარა ჩვენს გარშემო, ხო? და ამის შემდეგ უკვე თანდათან მოსახლეობა მიეჩვევა, აღარ დაყრის ამ ბოთლებს, ცელოფანის პარკებს, პლასმასს. ზოგადად გარემოში ეს შეგროვდება და ყველაფერი წავა მერე უნდა დაიპრესოს ეს და წავიდეს თბილისში მეორადი გადამუშავებისათვის. სამწუხაროდ ჯერ ქარხნები, რომლებიც აი სწორედ მაგის კითხვას ვაპირებდი, ანუ ეს შემდეგ ამ შეგროვებული ნარჩენების გადამუშავება, ან თუნდაც იქამდე ნაგავსაყრელამდე მიტანა, თუ არის უკვე სპეციალური ტექნიკის შეძენაზე საუბარი, ან ამ მხრივ მუნიციპალიტეტში თუ რაიმე იგეგმება, ან დამატებით თუ აპირებთ. თუ ეს იქნება ჩვეულებრივი ურნები, თუ განსხვავებული ურნებით აიქმნება ქალაქში. დიახ, რა თქმა უნდა, განსხვავებული ურნები იქმნება, იქნება ღია ურნა, ანუ შეხედულებით იქნება ღია, რომ დავინახოთ რა იყრება შიგნით, როგორი იქნება, ხოლო გადამუშავებასთან დაკავშირებით ბატონი გია მუშაობს მომსაკეთთან დაკავშირებით და უკეთესად მოგახსენებთ. დიახ, ისმენთ ბატონო გია. იყო ორი გზა ამ პრობლემის მოგვარებისა. სამწუხაროდ პროექტში არ დევს შეგროვების შემდგომი რაღაც საქმიანობები. ამიტომ იყო ერთი გზა, რომ თქვათ თვითონ მუნიციპალიტეტს ეზრუნა თავიდან ბოლომდე და შეეგროვებინა ეს და მერე შემდგომ დაეპრესა წაიღო თუ მიეწოდებინა თბილისში იმ საწარმოებისთვის, ვინც ამას უკვე შემდგომ გადაამუშავებდა. და მეორე ვარიანტი იყო, ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა სოციალური საწარმო, რომელიც ამ რომელიმე პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებდით, რომ ეს საწარმო აგვეჭურვა პრესით და საჭირო დანადგარებით. დასაქმდებოდა რამდენიმე ადამიანი მავდროულად და შესაბამისად მერე უკვე ეს ყველაფერი დაპრესილი წავიდოდა თბილისში შემდგომი გადამუშავებისათვის. მუნიციპალიტეტმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი და აი იმ პროექტის ფარგლებში მოხდება დაფინანსება, დაიდგმება პრესი, სადაც უკვე ეს დაპრესილი პოლიეთილენის ბოთლები უკვე წავა. მინდა ბატონ გილანის უკითხო, ეს დამატებით ხომ არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტის შემავალ სახლის კომუნალური მეურნეობის, თუნდაც დამატებით შრომას. თუ ეს იქნება ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი, ადვილად გადასაადგილებელად მარტივია ეს ახალი ურნები, თუნდაც ეს საქმიანობა და ეს სიახლე, რომელიც მუნიციპალიტეტში დაინერგება. რა თქმა უნდა, დამატებით მუშაობას თვალისწინებს ეს
საკითხი, იმიტომ რომ უნდა მოხდეს განსხვავებულად, ან ცალკე უნდა მოხდეს ამ პოლიეთილენის დაცლა, შემდგომ სადაც იქნება ის დანადგარი ქმიტანა და გადამუშავება. ამისთვის გამოიყო თანხა, დაემატა კომუნალურ მეურნეობას და სექტემბრის ბოლომდე უკვე დაიწყება შეგროვება. და ყოველივე ეს რამდენად მოაწესრიგებს ქალაქში ინფრასტრუქტურას, იერსახეზე მე დაისახება ყოველივე ეს შემდგომ. ეს არის, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქისთვის წარმატებული, რადგან მოხდება გამოყოფა, ხო? რა თქმა უნდა ეს იყო. ასევე იყო ქუთაისში, თუ არ ვცდები, და მოულოდნელი შედეგი დაიდო. ძალიან სასიხარულო არის, რომ მოხდა გამოყოფა, არ ელოდნენ ასეთ შედეგს, მაგრამ იყო პრეცედენტი და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობაში იქნება თვითონ მოსახლეობამ, ანუ ხელი უნდა შეგიწყოთ, რომ მოხდეს თქვა დახარისხება ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანუ ამ ხრივ ხომ არ გეგმავთ რაიმე სახის ღონისძიებების ჩატარებას, თუნდაც აი სატელევიზიო გადაცემა. დიახ, ღონისძიებები ტარდება, ჩვენ ჩავატარეთ რამოდენიმე შეხვედრა, ყავდა ექსპერტები მოწვეული, ჩატარდა როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, ასევე მეწარმეებთან, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დასწრება, თავაზობით სკოლებშიც იყო შეხვედრა და იყო ის საკითხები განხილული, როგორ უნდა მოხდარიყო ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაც მანამდე მოხდა ეს შეხვედრები, გავითვალისწინეთ თითოეული მოსახლის აზრი, ყველა ის დეტალი ჩავდეთ და ვფიქრობ, რომ წარმატებული უნდა იყოს, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მისი მოსახლეობისათვის. მოდით ახლა ერთად ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც სწორედ ამ პროგრამის და ამ პრობლემის შესახებ არის გადაღებული, თქვენ საქმიანობას ასახავთ და შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში კვლავ საინტერესო საკითხზე საუბრით. მალე ბოლნისში განსხვავებული ნაგვის ურნებით დაიდგმება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და გატანა. ეს ძირითადი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ცდილობს. სამუშაო ვარიანტი მზად არის. დღეს ჩვენ გვინდა რომ ხელმძღვანელობას მუნიციპალიტეტს, სამუშაო ჯგუფს, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს ეს წარუდგინოთ, მოვისმინოთ მათი შეხედულებები, მათი შენიშვნები, რომ აი იმ საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, ვინაიდან აი უახლოეს პერიოდში ეს უნდა დასრულდეს საბოლოოდ და ივლისის დასაწყისში წარედგინება გამგეობას და გამგეობამ უნდა შეიტანოს ეს საკრებულოზე დასამტკიცებლად. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ცენტრისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ექსპერტებთან ერთად მსჯელობდნენ იმ სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც მუნიციპალური ნარჩენების მართვას ითვალისწინებს. გეგმა ითვალისწინებს მთელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოწვას, მასში განხილული აბსოლუტურად ყველა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემოდის და მასში გათვალისწინებულია ღონისძიებები 2017-2022 წლისთვის. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლის და მასთან ერთად მოღვაწე გუნდის მიდგომები ამ სფეროსთან დაკავშირებით და ის ინიციატივები, რომლებიც წარდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. საკითხების წრე, რომელიც შეიძლება მუნიციპალიტეტმა დაარეგულიროს, ეს არის ადგილობრივი პოლიტიკა მყარი ნარჩენის მართვის სფეროში, ასევე შესაძლებელია დაწესებული იქნას გარკვეული მოსაკრებლები, გარკვეული გადასახადები მყარი ნარჩენის მომსახურების სფეროში, რომელიც გააუმჯობესებს აი ამ სფეროს, ასე ვთქვათ, მდგომარეობას. ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენსა და იცით რომ ჩვენ მეზობელ ინჯოვანის მუნიციპალიტეტთან ერთად ვართ პარტნიორები ნარჩენების მართვის საკითხებში და ვგეგმავთ საპილოტო პროექტის გაშვებას წელს, სადაც ქალაქში
განახორციელებთ პლასტიკის და პოლიეთილენის ნარჩენის გამოყოფას სხვა მყარი ნარჩენისგან და იმის მიხედვით რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი უკვე მომავალში ვიფიქრებთ ამ პლასტიკის ნარჩენების დამპრესავის საამქროს შექმნაზე ჩვენი ძალებით ან სხვა ოპერატორის ძალით რაც მე ვფიქრობ რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გააუმჯობესებს გარემოსდაცვის საკითხებს ჩვენს მუნიციპალიტეტში. პროექტი გასულ წელს ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო და ის ორ ქვეყანაში, სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება. კერძოდ კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, დახარისხებას და მის გატანას ითვალისწინებს ბოლნისსა და იჯევანში. სწორედ ამ პროექტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მალე 30 სპეციალური ნაგვის კონტეინერი განთავსდება, რომელშიც მოსახლეობამ ნარჩენები დახარისხებლად უნდა მოათავსოს. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, ჩვენ ერთად ვნახეთ სიუჟეტი, რომელიც თქვენი პროექტის შესახებ, თქვენ საქმიანობას ასახავდა, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ ბატონო გია. ამ პროექტის ფარგლებში რა ღონისძიებები ჩაატარეთ? რა ჩატარდა? თავიდან პროექტის დაწყებიდან პირველივე თვეს ბოლნისში და იჯევანში მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა, საკმაოდ ფართო მასები გამოვკითხეთ აქაც და იჯევანშიც. შესაბამისად მე შედგა მოხდა ამ კითხვარების დამუშავება და იქიდან გამომდინარე დაიგეგმა მომავალი საქმიანობები, სხვათა შორის ძალიან ესეთი სასიხარულო იყო და გარკვეულწილად მოულოდნელიც, რომ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომხდარიყო სეპარაცია, ნარჩენების განცალკევება. გარკვეული ნაწილი იმაზეც კი მზად იყო, რომ არა მარტო პლასტიკური ბოთლები გამოეყო, არამედ უფრო შორს წასულიყო და სხვა ნარჩენებით დაეცალკევებინა. რაც იმედს გვაძლევს ჩვენ, რომ ბოლნისის მოსახლეობა ადვილად მიიღებს ამ სიახლეს, რაც ქალაქში ინერგება და უახლოეს პერიოდში ეს ჩვეულებრივი ნორმა გახდება ყველასათვის. შემდეგ უკვე აი ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა, თქვენ ნახეთ სიუჟეტშიც საუბრობდნენ ჩვენი ექსპერტები, ჩატარდა შეხვედრები, თავიდან ქალაქ ბოლნისის მოსახლეობასთან ჩატარდა 4 შეხვედრა, მერე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რაიონის სხვა მოსახლეობაც უნდა სოფლების მოსახლეობაც ჩაგვეწერა, ამიტომ ჩატარდა 2 შეხვედრა დამატებით კაზრეთში და რატევანში და შემდეგ უკვე ამ შეხვედრებიდან გამომდინარე აქტიური მოქალაქეები, თვითონ სამსახურების წარმომადგენლები, ზოგადად ის ხალხი, ვისთანაც ჩვენ უკვე დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, აი ამ ხალხისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ეს სამუშაო ჯგუფი მუშაობდა უკვე კონკრეტულად იმ ექსპერტებთან ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. საკმაოდ დიდი შრომა იყო ჩადებული ამ ხალხიდან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების მხრიდან და გაკეთდა 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკვე საკრებულოზე დამტკიცდა და დღეს ოფიციალური დოკუმენტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ეს იყო ერთი მიმართულება მუშაობის, მეორე მიმართულება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობა და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. ამ კუთხითაც ჩატარდა შეხვედრები, გილანი მახსენა უკვე, ჩატარდა
სკოლებში, ბოლნისის ყველა სკოლაში ჩატარდა და რატევანის და რაჭისუბნის სკოლებში და ჩვენმა მეორე ექსპერტმა ინფორმაცია მიაწოდა მათ აი ამ გარემოს დაცვით საკითხებზე, ნარჩენების მართვაზე, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკაზე ამ კუთხით, იმ ზიანზე, რასაც აი ვთქვათ, დაბინძურებას, გარემოს დაბინძურებას მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ერთი შეხვედრა ჩატარდა უფროს ასაკის მოსახლეობასთან ამ მიმართულებით და აი სექტემბერში ჩვენ გეგმავთ კიდე ალბათ ორი შეხვედრა ჩატარდება მოსახლეობასთან ამ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო ხასიათის კუთხით, ხო. შესაბამისად, აი მიდის ეს გადაცემა, კიდე იქნება ერთი გადაცემა და კეთდება უნდა ვიქტორინა ჩავატაროთ, ბავშვები ჩამოვლენ სომხეთიდან და ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად ერთობლივი ვიქტორინა ჩატარდება, ესაც ამ ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, დამეგობრებას ამ ბავშვების. მესამე მიმართულება კიდე იყო, აი რაც ითქვა უკვე, აი ამ კონტეინერების დამონტაჟება ქალაქ ბოლნისშიც და იგივე იჯევანშიც და ამ კუთხითაც უკვე კონტეინერები მზად არის აქაც და იქაც და აი ჩვენ ვაპირებთ რაღაც დასუფთავების აქციების ჩატარებას, სარეკლამო რგოლის გაშვება, სხვა რეკლამები იქნება კიდევ და ეს ყველაფერი ემსახურება მოსახლეობის მომზადებას, რომ მოსახლეობა მზად შეხვდეს. და გაგებით მოეკიდოს. და გაგებით გასაკვირველია, მე მომავალშიც კიდე გაგდება. საინტერესოა, როდიდან გამოჩნდება ქალაქში განსხვავებული ურნები და უფრო დეტალურად რომ ვუთხრათ, რა სახის ნარჩენები უნდა გამოვაცალკევოთ ერთმანეთისგან. როგორც მოვილაპარაკეთ, როგორც ბოლნის მუნიციპალიტეტში, იგივენაირად უნდა იდგას იჯევანის მუნიციპალიტეტში. დავგეგმეთ 24 სექტემბრისთვის. ურნების დადგმა და გამოყოფა ძირითადად მოხდება პლასტიკის. პლასტმასის არინარჩენებისგან გამოყოფა მოხდება. როგორც პოლიეთილენი, ისევე პლასტმასის. შემდგომ კი ისაუბრა კიდევაც რა მოხდება და როგორ გადამუშავდება. ეს პირველი ეტაპია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ჯერ ერთი გაიზრდება არეალი და შემდეგ ეტაპზე აი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და დამტკიცდა უკვე, ყაზრეთი და თამარისი დაბები უნდა ჩაერთონ ამ პროგრამაში და დიდი სოფლები, ეს იქნება მეორე ეტაპი, მესამე ეტაპზე უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტის სოფლებს მოვიცავთ და პარალელურად თანდათან დავიწყებთ ქაღალდის შეგროვებას და შემდეგ უკვე შუშა და მეტალიც დაემატება. ამას ითვალისწინებს ის სახელმწიფო გეგმა, რომელიც მთავრობამ მიიღო და რომლის მიხედვითაც 2018 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს სეპარირება. დიახ. ნარჩენები. დამატება მინდა მოხდა ჩვენი ქვეყნის თავრობისგან განკარგულება, რომ გამოხდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმის დასახვა 2018 დეკემბრამდე. ხოლო ჩვენ ანუ ღვთაატილად გავიმარჯვეთ პროექტში, ვიღებთ მონაწილეობას და უკვე დასახული გვაქვს. ანუ მზად გაქვს ის გეგმა თქვენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც სახელმწიფოში ახლა უნდა გამოცხადდა თქვათ ეს ყველაფერი. კი, რაც ხვებმა მე თვითონ უნდა გააკეთონ თავისი ხარჯებით და ანუ ეს წინსვლა და წინ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ მოდით ახლა სწორედ ამ თემის შესახებ, როდესაც ეს მუნიციპალური გეგმა დამტკიცდა და თქვენ შეხვედრა გქონდათ, მოწვეული გყავდათ ამ პროექტის ფარგლებში ექსპერტი. მოვუსმინოთ ერთად ექსპერტს და შემდეგ დავბრუნდეთ კვლავ პირდაპირ ეთერში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხების მოგვარება საქართველოში და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ნარჩენების მართვის საკითხი. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ საქართველოში მიღებული იქნა ნარჩენების მართვის კოდექსი. 2015 წლის 15 იანვრიდან ძალაში შევიდა და ამოქმედა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტისთვის, რა თქმა უნდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის მათ შორის. უნდა ითქვას, რომ ამ კოდექსის შესაბამისად არის დაწესებული ძალიან ბევრი სხვადასხვა მოთხოვნები, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტებს. კერძოდ, ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა. ცნობილია, რომ საქართველოში ანალოგიური გეგმები ჯერ მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ შემუშავებული, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ გეგმებში იყოს გათვალისწინებული ყველა ის აქტუალური პრობლემა და მათი გადაჭრის გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის. მინდა ვთქვა, რომ ასევე მუნიციპალური ნარჩენების სამოქმედო გეგმა ამჟამად ბოლნისისთვის მომზადების პერიოდში არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას ფაქტია და ეს გეგმა გარკვეულწვილის თავის წulis შეიტანს ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ საუბარს მყარი ნარჩენების შესახებ. ბატონო გილანი, თქვენგან მაინტერესებს ასევე, რამდენად შეუწყობს თანამედროვე ეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა მუნიციპალიტეტში მოგვარებას იმ ყველაფრის, თუნდაც გარემოზე მოქმედებას, რამდენად მოქმედებს ეს მავნე ნივთიერებები და რაში მდგომარეობს მუნიციპალიტეტის როლი? ამ მხრივ. მუნიციპალიტეტის როლი დიდი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ნარჩენების გამოყოფა. პირიქით ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც გვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში. ხოლო დაბინძურების მხრივ აი გიამის საუბრო კიდევაც რამდენი ხანი რა პერიოდი ვერ ხდება ამ ნარჩენების გადამუშავება და ასევე სეპარირება, ხო? დიახ. და კიდევ ერთი რაც მინდა რომ დავამატო არის ის, რომ ჩვენი პროექტი ითვალისწინებს თანადაფინანსებას ჩვენ შევიძინეთ მუნიციპალიტეტის ხარჯებით 30 ურნა, რომელიც განთავსდება ბოლნისის უბნებში, რა თქმა უნდა, ხოლო დანარჩენი, რაც შეეხება შეხვედრებს, რაც შეეხება თითოეულ თანამშრომელს, ყველაფერი მოხდა პროექტის დაფინანსებით. ანუ ერთობლივი პროექტია მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ერთად ზრუნავენ მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვაზე და მის დაახარისხებაზე, შემდგომ გატანაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებობს. ამ მხრივ აი ეს პროექტი არის პირველი და სხვა დანარჩენ პროექტებში ერთადერთია ჯერჯერობით, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება იყო ჩართული როგორც საქართველოსთან, ისე სომხეთიდან და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენი მთავრობის მხრიდანაც და მათი მთავრობის მხრიდანაც და ზოგადად იმ ევროკავშირიდანაც, იმიტომ რომ როგორ განვითარდება, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას, დადებით შედეგის მიღწევას, ამაზე დამოკიდებული იქნება მომავალში სხვა მუნიციპალიტეტების ჩართვაც ამგვარ პროექტებში. რასაკვირველია, სხვა პროექტებიც მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს. ანუ ნარჩენების მართვას ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთად ცდილობს არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტი თავის მხრივ და არასამთავრობო NGO-ები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არიან ჩართულები. ევროკავშირის მოთხოვნაა ზოგადად, რომ ხელისუფლება და
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობდნენ პრობლემების გადაწყვეტაზე, ვინაიდან ორივე ერთ ხალხს ემსახურება. ხო, სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ორივე ხალხის სამსახურში დგანან და ამიტომ პირდაპირი მითითებაა, ძალიან ბევრ პროექტში პირდაპირ წერია, რომ აუცილებლად უნდა იყოს თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების. ასევე იყო ჩვენს პროექტში გათვალისწინებული. და ეს სწორედ მუნიციპალიტეტის მაგალითი ერთ-ერთია, რომელიც საფუძველია. დიახ, გეგმავთ თუ არა კვლავ თანამშრომლობას აპირებთვა და რა კუთხით იქნება შემდგომში თანამშრომლობა აღნიშნული სურვილიც გვაქვს და მუშაობთ კიდევაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროექტი არ არის სულად დასრულებული. დასრულდება, შემდგომ გაგრძელებაზე უნდა ვიფიქროთ, დავწეროთ ის პროექტი გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოვიცვათ თლიანი ბოლნის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ყველა დაბა და შემდგომ გამოჩნდება ახალი პროექტები და იდეები. ამ მხრივ, რაზეც თქვენ საუბრობდით, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ხომ არ გნებავთ რაიმე მიმართოთ ჩვენ თანამოქალაქეებს მაყურებელს, რომელიც ახლა გვიყურებენ? დავიწყოთ თქვენგან, ბატონო გილანა. დიახ, რა თქმა უნდა, მე მიმართავ ბოლნის მუნიციპალიტეტის სახელით, პირველ რიგში, რაც კარგი იქნება, თითოეულ მოსახლემ გაცალკევოს ის არინარჩენები, მოახდინოს პლასტიკის ცალკე ურნაში ჩაგდება და დანარჩენი სხვა არინარჩენის საერთო ურნაში ჩაგდება. ეს თხოვნა იქნება და იმედი მაქვს ერთად მოვახდენთ გარემოზე ზრუნვას. მადლობა, ბატონო გია, თქვენ გამოსხმარ დაამატებდით. მეც მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდნონ ამ საკითხს. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემოსაკენ და ერთად უნდა მოუვაროთ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ეხლა ვდგავთ პირველ ნაბიჯებს, ეხლა ინერგება ჩვენ ცხოვრებაში ეს ყველაფერი და ყოველივე ჩვენთაგანზე არის დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად და რამდენად საფუძვლიანად დაინერგება ეს წესები ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ ხარში დაგვიდგნენ და გაგებით და პასუხისმგებლიანად მოეკიდნან ამ საკითხებს. ჩვენ წარმატებებს გისურვებთ, ის რა დაგვრჩენია ჩვენი გადაცემა დავასრულოთ. გადაცემა აქტუალური ინტერვიუ კეთილი სურვილებით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებად, ნახვამდის.